მათ ეძახდნენ ვიკინგებს, ნორმანებს, ვარიაგებს. კიევის რუსეთიდან დაწყებული კონსტანტინოპოლის იმპერატორის კარის დაცვით დამთავრებული ისინი ყველგან იყვნენ. მაგრამ მე-11 საუკუნეში მათი გზები საქართველოს გადაეკვეთა. ბაგრატ მეოთხის იმედი და ლიპარიტ ბაღვაშის ტრიუმფი. რა მოხდა სინამდვილეში, როცა 700 რჩეული სკანდინავიელი მეომარი ქართულ რეალობას შეეჯახა? ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ ვერ იქცა ვიკინგი საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად. მე-19 საუკუნის დასავლეთ ევროპის კათედრალებსა თუ მონასტრებში ხშირად წარმოთქვამდნენ სავედრებელ ლოცვას, უფალო შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან. ევროპული ქრონიკები ნორმანებად სკანდინავიიდან გადმოსულ მეომრებს მოიხსენიებდნენ. მეორენაირად მათ ვიკინგებსაც უწოდებდნენ. საუკუნეთა განმავლობაში ისინი ცეცხლითა და מחვილით არბევდნენ ევროპის ქალაქებსა და სოფლებს. დღემდე მსჯელობენ მეცნიერები, რამ განაპირობა ვიკინგთა ასეთი წარმატება. სამხედრო შეიარაღებაში მათ რამე განსაკუთრებული იარაღი არ გააჩნდათ. ისევე იყვნენ აღჭურვილი, როგორც სხვა დასავლეთ ევროპელი მეომრები. არც სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში შეუტანიათ ნორმანებს რევოლუციური ცვლილებები. მათი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო მდგომარეობდა ზღვაზე სწრაფ და მოხერხებულ გადაადგილებაში. ამიტომაცაა, რომ როცა ვახსენებთ ვიკინგს, სკანდინავიელ მეომარს, თვალწინ უპირატესად გულადი მეზღვაური წარმოგვიდგება. ვიკინგები პატარა გემებზე ამხედრებული შენიღბვით უცაბედად ესხმოდნენ თავს მოწინააღმდეგეს. მე-8 საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელი სკანდინავიის ტერიტორიიდან ვიკინგთა სამხედრო აგრესია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. ნორვეგიიდან და დანიიდან გამოსულმა მეზღვაურებმა ძირითადად თანამედროვე გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის სანაპირო ზოლის აოხრებას მიჰყვეს ხელი. შვედეთი აღმოსავლეთ ევროპის, კიევის რუსეთისა და სხვა სლავური სამეფო სამთავროების დარბევით იყვნენ დაკავებული. მე-9 საუკუნიდან მოყოლებული ნორმანები დიდი მდინარეებით კონტინენტური ევროპის სიღრმეში იჭრებიან. ამავე დროს სკანდინავიელები ახერხებენ ინგლისის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ პროვინციების დაპყრობას. ვიკინგთა სამხედრო რაზმები პატარა გემებით, რომელზეც 50-დან 100 მეომრამდე ეტეოდა და რომლის ქიმზე ურჩხული იყო გამოსახული, თანდათანობით გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვის აუზში იკიდებდნენ ფეხს. სამხრეთ იტალიაში მე-11 საუკუნეში ნორმანებმა საკუთარი სამეფო შექმნა მოახერხეს. გადმოცემით 1000 წელს ნორმანმა მეზღვაურებმა თვით ჩრდილოეთ ამერიკამდეც კი მიაღწიეს. მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიკინგთა მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმები მსახურობდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ბერძნები მათ ვარანგებად იხსენიებდნენ. კონსტანტინოპოლში ადგილს, სადაც ვიკინგები, ვარანგები ცხოვრობდნენ, ვაერინგჯა სკიპტი ან ვაერინგჯა სეტა ერქვა. დაქირავებულ მეომრებს სასახლისა და იმპერატორის დაცვა ევალებოდათ. ბიზანტიაში ვიკინგები ძირითადად რუსეთის გავლით ხვდებოდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც კიევისა და ნოვგოროდის დაწინაურება, ხოლო შემდეგ კიევის სახელმწიფოს ფორმირება ნაწილობრივ დაკავშირებულია ვიკინგებთან. პირველ რუს მთავრებსაც სკანდინავიური სახელები ერქვათ. ნაწილი მეომრებისა პირდაპირ კონსტანტინოპოლში მიდიოდა სამხედრო სამსახურში. ნაწილი ჯერ კიევში ჩადიოდა, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ბიზანტიაში გადადიოდა. იმპერატორის კარზე მყოფი რაზმები ივსებოდა ასევე სიცილიაში დამკვიდრებულ ნორმანთა ხარჯზეც. ქართველებს ვიკინგთა არსებობის შესახებ სწორედ ბიზანტიელებისგან უნდა გაეგოთ. ქართულ წყაროებში მოხსენიებული სახელი ვარანგ ბერძნული სახელწოდების ადეკვატურია. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჰქონდა სლავურ სამყაროსთან, სადაც ვიკინგები მეტად პოპულარულები იყვნენ. ასე რომ სკანდინავიელი მეომრების ბრძოლის უნარიანობის, შემართების შესახებ ქართველებს უტყუარი ცნობები ექნებოდათ. სწორედ ამან განაპირობა კიდეც მე-11 საუკუნის შუახანებში საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის გადაწყვეტილება დაექირავებინა ვიკინგები, ვარანგები. თუმცა სანამ უშუალო დაქირავების ფაქტზე გადავიდოდეთ, აუცილებელია გავიგოთ, ვინ იყო ბაგრატ მეოთხე და რატომ დასჭირდა მას
უცხოტომელთა დახმარებას საკუთარ მიწაზე. ბაგრატ მეოთხე, გიორგი პირველისა და დედოფალ მარიამის ძე, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ბედის მქონე მმართველია. ის ტახტზე სულ რაღაც 9 წლის ასაკში 1027 წელს ავიდა. მამამისისგან მემკვიდრეობით მას ურთულესი პოლიტიკური ვითარება ერგო. ქვეყანას გარედან ბიზანტიის იმპერია ემუქრებოდა, შიგნიდან კი გაძლიერებული დიდგვაროვანი ფეოდალები. მცირეწლოვანი მეფის რეგენტი დედამისი, ვასპურაკანის მეფის ასული მარიამ დედოფალი გახდა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ბაგრატის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ბაგრატ მეოთხის მეფობა იყო განუწყვეტელი ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. შორს მჭვრეტელი და შეუპოვარი პოლიტიკოსი, რომელიც არ ერიდებოდა თამამ გადაწყვეტილებებს. მისი მეფობის უმთავრეს გამოწვევად იქცა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ მეოთხე ბაღვაში. ეს დაპირისპირება არ დაწყებულა როგორც მტრობა. თავდაპირველად ლიპარიტი ბაგრატის ერთგული იყო და ერისთავთ-ერისთავობაც სწორედ მეფისგან მიიღო. თუმცა კონფლიქტის ნაპერწკალი 1022 წელს გაღვივდა, როდესაც ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს და ბაგრატს მიგვარეს. ახალგაზრდა მეფემ დიდგვაროვანთა მოულოდნელი გაძლიერების შიშით და პოლიტიკური გათვლებით ამირა გაათავისუფლა და თბილისში დააბრუნა. ამ ფაქტმა ლიპარიტ ბაღვაშის განრისხება გამოიწვია, რადგან მან დაკარგა თბილისზე კონტროლის დამყარების შანსი. სწორედ აქედან იწყება მათი სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება, რომელმაც ქვეყანა ორ ბანაკად გახლიჩა. ბაგრატი ცდილობდა დაემორჩილებინა ურჩი ფეოდალი, ხოლო ლიპარიტი, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ფეოდალი იყო, მეფის დასუსტებასა და ფაქტობრივ მმართველობას ესწრაფვოდა. ბაგრატს არაერთხელ მოუხდა კონსტანტინოპოლში გაქცევა და ემიგრაციაში ყოფნა, სადაც ის საკუთარი თვალით ხედავდა ბიზანტიის იმპერატორთა ძლიერებას და მათ სამსახურში მყოფ ვიკინგთა რაზმებს. მისმა პირადმა კავშირებმა ბიზანტიის სამეფო კართან, მისი პირველი მეუღლე იმპერატორ რომანო მესამის ძმისშვილი ელენე იყო, მას საშუალება მისცა კარგად გაეცნო ვიკინგების ბრძოლის სტილი და შესაძლებლობები. მე-11 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში უკვე საშინელი ძმათა მკვლელი ომი იყო გაჩაღებული. ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის მეთაურობით და განდგომილი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პირველობის მოსაპოვებლად. ამ ომმა შესვენებებით 15 წელიწადს გასტანა. 1041 წელს მოხერხდა დაპირისპირებულ მხარეთა დაზავება, მაგრამ მშვიდობა ქვეყანაში დიდხანს არ გაგრძელებულა. 1045 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა ბიზანტიელთა მხარე დაიკავა და ბაგრატ მეოთხეს ანისის სომხური სამეფო დააკარგვინა. ამ ფაქტმა ბაგრატის მოთმინების ფიალა აავსო და ძმათა მკვლელი ომის ახალი, გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. იმავე წელს მოწინააღმდეგეებმა თავი აარიდეს ერთმანეთთან პირისპირ ბრძოლას. როგორც ბაგრატ მეოთხემ, ისე ლიპარიტ ბაღვაშმა ძალების მობილიზაციის ტაქტიკა აირჩიეს. ლიპარიტმა დასახმარებლად ბიზანტიელებს უხმო, რომლებმაც სიამოვნებით დაუჭირეს მხარი მეფის წინააღმდეგ ამბოხებულს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი იმ დროს ბიზანტიიდან სამშობლოში მიმავალ ვიკინგებს დაუკავშირდა. ეს იყო ბაგრატის სტრატეგიული სვლა. გამოეყენებინა ძალა, რომელსაც ლიპარიტი არ ელოდა. აღნიშნული ვიკინგების ნაწილი 1043 წელს კონსტანტინოპოლზე რუსთა თავდასხმაში მონაწილეობდა. მათ ბიზანტიელთა მიერ დატყვევებულებმა 3 წელიწადი გაატარეს ტყვეობაში. იმპერატორის ბრძანებით ტყვე რუს ვიკინგთა ერთი ნაწილი დაასახიჩრეს. დაქირავებული ვარიაგები პირველად რიონის დინებით სოფელ ბაშში დაბანაკდნენ. ბაგრატ მეოთხემ საქართველოში სულ 3000 ვიკინგი მოიწვია. გადამწყვეტ ბრძოლაში მეფემ მხოლოდ 700 ვარიაგი წამოიყვანა. როგორც ჩანს, დარჩენილ 2300 კაცს მძიმე ტყვეობისგან ძალა გამოლეულებსა და დასახიჩრებულებს ბრძოლა აღარ შეეძლოთ. ლაშქარმა ლიხის მთა გადმოიარა და დღევანდელი კასპის რაიონში სოფელ სასირეთის ჭალასთან დაიბანაკა. ლიპარიტ ბაღვაში მოპირდაპირედ მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს იყო გამაგრებული. ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ მეოთხე, როგორც გამოცდილი სარდალი, ფრთხილობდა და კიდევ ელოდა დამატებით ძალებს მესხეთიდან.
მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცესა თუ სიძლიერეში დარწმუნებულმა ვიკინგებმა სარდლობასთან შეუთანხმებლად იერიში მიიტანეს ლიპარიტის ბანაკზე. ამან საქართველოს მეფე იძულებული გახადა ბრძოლაში ჩართულიყო. ქართველი მემატიანე გაკვირვებით აღნიშნავს: ვარანგები მესხებს აღარ დაელოდნენ და ლიპარიტს შეუტიეს. კლდეკარის ერისთავს ბიზანტიელთა გარნიზონები უმაგრებდნენ ზურგს. სისხლის მღვრელი შეტაკება მცირერიცხოვან ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხებით დასრულდა. ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტყვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწმიეს. ლიპარიტ ბაღვაშმა ვიკინგებს სამარცხვინო სასჯელი მიუსაჯა. მათ პური გააცხრილვინა. შემდეგ კი ბაშში დაბანაკებულ თანატომელებთან გაისტუმრა. როგორც ჩანს, ლიპარიტმა ვიკინგებისგან უმთავრესი პირობა მიიღო. რიონის ნაპირებთან დაბრუნებისთანავე ისინი დარჩენილ 2300 მეომართან ერთად საქართველოს უნდა გაცლოდნენ. ეს იყო ერთადერთი სამხედრო ეპიზოდი, როცა ვარიაგები საქართველოში იმყოფებოდნენ. სასირეთის ბრძოლა შეიძლება ისტორიაში არც დაეკავებინა ესეთი გამორჩეული ადგილი, რომ არა მასში ვიკინგთა მონაწილეობა. ამის შემდეგ კიდევ 10 წელიწადს ლიპარიტ ბაღვაში და ბაგრატ მეოთხე უწინდებურად განაგრძობდნენ დაპირისპირებას, მაგრამ ვარიაგების მოწვევა არც ერთ მხარეს აღარ გახსენებია. საბოლოოდ ბაგრატ მეოთხემ მაინც შეძლო ურჩი ფეოდალის გატეხვა, თუმცა ვიკინგი ვარიაგი საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად ვერ იქცა. ხალხს კარგახანს ემახსოვრებოდა პურის გასაცხრილად დამსხდარი ვარიაგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვაშის გულმოწყალებით მოახერხეს. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ვიკინგებთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.